თარგმანება იმათეს სახარებისაი თავილგ. წიტყუაი ესე, აჰა მიგავლინებ თქვენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკვე მეცნიერ ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი 10-16. ვინა იდგან სათანადოისა მისთვის ხორცთა საზრდელისა განაწესა, თუ ვინა იყოს მორეწა იმისი და სახლნი მორწმუნეთანი განუხუნა მათ დაბრძანა, ვითარმეთ თანამდებარიან გამოზრდად მათ და წესი შესვლისა მათისაი განაწესა და მოკითხვისაი, რომელ ეგულებოდა მიცემად და საშინელი იგი სასჯელი განაჩინა მათზე და რომელნი არა შეიწყნარებდნენ მათ და სასწაულთ მოქმედებითა შეჭურნა და ყოვლით კერძო მტკიცე და შეურყეველყვნა და ყოვლისა ხორციელისა ზრუნვისაგან შორს ყვნან. ვინა იდგან ესე ყოველი კეთილად და შვენიერად შეჰმზადა. ამიერითგან იწყებს თხრობად მოწევნადთა მათზე და ჭირთა და განსაცდელთა, არა რომელ იგი მოკლედ ხოლო ყოფად იყო, არამედ ყოველივე, რომელიცა შემდგომად მრავლისა ჟამისა მოწევნად იყო, რაითა შორითვე შეჭურნეს და განმზადნეს ბრძოლად ეშმაკისა. რამეთ უფრიად სარგებელი ყოფოდა მათ საქმე ესე, პირველად რაითა გულისხმოყვან წინა ის წარმცნობელობისა მისისა ძალი, მეორედ რაითა ვერ ვინთქვას, თუ უძლურებისაგან მოძღვრისა მათისა შეემთხვინეს მათ ესე ვითარნი იგი განსაცდელნი, არამედ ცნან ყოველთა. ვითარმედ მან უბრძანა ესრეთ თავსდებად მიუთხრობელითა მით განგებულებითა თვისითა, მესამედ რაითა არა მოულოდებელად შეემთხვინენ მათ ჭირნი იგი და უცხოდ აღუჩნდეს და შეშფოთნენ, მეოთხედ რაითა არა ჟამსა მას ჯვარცუმისა მისისასა ესმნენ ესე საქმენი და უმეტესად შეწუხნენ. რამე თუ ეგრეთ სამწუხარებისაგან მაშინ დიდად დამძიმდეს, ამისთვის აბრალებდა მათ და ხრქვა. ამას გეტყოდე თქვენ, მწუხარება მან აღავსნა გულნი თქვენი. შეადარე იოანე 16:6 ამის ყოვლისათვის აწვე შორით ყოველსა მიუთხრობს, რა იგი შემთხვევად იყო მათ და ხოლო რაითა ცნან ვითარმედ ახალი არს ბრძოლისა ამის რჩული და საკვირველი არს განწყობილებისა ამის წესი, ვითარ შიშველთა და უხამლოთა და თვინიერ კვერთხისა და თვინიერ ვაშკარანისა წაავლენს განწყობად მბრძოლთა მიმართ დიდთა და მრავალთა. არა ამასზე და ხოლო დაასრულა სიტყვა ითვისი, არამედ უმეტესი საკვირველება ისესწინა, რაითა უმეტესად ცნან მათ ძალი მისი, ამისთვის ეტყვის ვითარმედ, შორის მგელთა მრავალთა გიხმს შესლვა და ამცნებს, რაითა შევიდოდნენ შორის მგელთა, ვითარცა ცხოვარნი, არა ესე ხოლო, არამედ რაითა უმანკოცა იყვნენ, ვითარცა ტრედნი. ეჰა ბრძოლა საკვირველი, ჰოი განწესებაი ესე უცხოი, ცხოვართა და ტრედთა იმგელთა მიმართ განწყობაი და შორის მათისა მის ბანაკისა შესლვაი. გარნა იხილეღა მიუთხრობელი იგი ძალიერის მთავრისა იმის ვითარქმნა რომელ ცხვარნი და ტრედნი მგელთა მძლე ექმნეს და შერაივიდეს შორის მათსა, არა ხოლო თუ მრავლისა მის კბენისა მათისაგან არა იძლინეს, არამედ იგინიცა მგლობისაგან შეცვალნეს. რომელ ესე ფრიად უაღრეს არს და უზეშთა ეს ვიდრეღა მოკლვაი, შეცვალებაი ბუნებისა მგელთა ისა, რამე თუ მგელთა მოჰკლვენ მრავალნი, ხოლო შესცვალებს მგელთა ცხოვრად ვერვინ, გარნა მათ, რომელნი ყოველთა მეუფისა მიერ აღჭურვილი იყვნენ. ამისთვის 12 იყვნენ და ყოველი სოფელი აღსებული მგელთაგან, არამედ უშიშად ერეოდეს იგინი მათ ყოველთა და უმრავლესნი ცხვართა სიკეთედ მოაქცინეს, ხოლო რომელნი არა მოიქცნეს, არა მოციქულთა იყო ბრალი, არამედ მათისა მის გარდარეულისა და გარდამატებულისა უკეთურებისაი. რცხვენოდენ ყოველთა, რომელნი მტერთათვის და ვითარცა მგელნი ებრძვიან, რამე თუ წინა აღუდგებიან ბრძანებასა უფლისასა, რომელმან იგი ვითარცა ცხოვართა იბრძანა შესვლად ბრძოლასა მგელთასა. აც უკვე ვიყვნეთ თუ ვითარცა ცხოვარნი, ვერეოდით მტერთა, რაღაცა თუ ბევრეულნი მგელნი იყვნენ. ხოლო მგელ თუ ვიქმნეთ ვიძლინეთ, რამე თუ განგვეშორების ძალი იგი და შეწევნა იმ წყამს მთავრისა იმის, რომელი იგი ცხვართა მწყსის, არა თუ მგელთა.
ამისთვისცა მგელ თუ ვიყვნეთ დაგვიტეობს ჩვენ და წარვალს რამე თუ არა ვინებეთ შეწევნისა მისისა მოგებად, ხოლო მშვიდ თუ ვიყვნეთ ვითარცა ცხოვარნი და უმანკო ვითარცა ტრედნი უფალი არს თანაშემწე ჩვენდა და წინააღმდგომ ბრძოლთა ჩვენთა. ხოლო შენ გულისხმა ყავა ხოვნება იგი მოციქულთაი, ვითარ ესმნეს სიტყვანი იგი ფიცხელნი და არა შეშინდეს. არცა დაიხსნეს კაცნი უმეცარნი ესე ვითართა საქმეთა, კაცნი უსწავლელნი და გლახაკნი. ესმა ვითარმედ მოძულებულიყვნენ ყოველთაგან მიეცნენ სატანჯველთა და სამსჯავროთა და თითო სახეთა სიკვდილთა და უფრო ისხა რომელ შემდგომაც სასწაულთა საქმისა ესე ვითარივე მოწევნად იყო მათზე და არამედ ამის ყოვლისათვის არცა შეშინდეს, არცა დაიხსნეს. რამე თუ ძალი იგი და მადლი მოძღვრისა მის და მეუფისა იქმოდა მათსა მასა ხოვნებასა და უშიშობასა. ამისთვისცა ყოვლისა პირველად ესე hrქვა მათ, აჰა მიგავლინებთ თქვენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, კმა არს ესე თქვენ და ნუ გეშინისაცემელად თქმა არს ესე თქვენ და განმაძლიერებელად რომელმე წარ გავლინებ. იხილია ხელმწიფებაი, იხილია ძალი იგი უძლეველი. ხოლო სიტყვა ესე ვითარი არს, ნუ შესწრწუნდები თუ რომელ შორის მგელთა წარ გავლინებ და გიბრძანებ, რაითა იყვნენ ვითარცა ცხოვარნი და ვითარცა ტრედნი, რამე თუ ძალმედვა არა ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა წარვლინებად, არამედ რაითამცა ყვენ. ვითარცა ლომნი საშინელ ყოველთა მიერ, არამედ ესრეთ ჯერ არს ყოფათ ვითარ ესე ვიქმ. ამან საქმემან თქვენცა უმეტესად განგაბრწყინოს და ჩემი ძალი უბრწყინვალესად გამოაჩინოს. ვითარცა იგი ოდესმე ეტყო და პავლეს, კმა არს შენ და მადლი ჩემი, რამე თუ ძალი ჩემი უძლურებასა შინასრულ იქმნების. მეორე კორინთელთა მიმართ 12:9 ხოლო ვინაითგანთვისისა ძალისა და ხელმწიფებისა სახე აუწყა, რაითა არა ყოველივე მადლისა მისისა იყოს, არამედ მათსა აჩვენონ თავისა მიერთვისისა ნაყოფისათნოებისაი, ამისთვის hrქვა მათ, იყვენით მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკო ვითარცა ტრედნი. რომელი არს მეცნიერება იგი გუელისაი, რომელსა ბრძანებს მოგებად. ესე იგი არს, ვითარცა გუელი უფრო ის ყოვლისა თავსა იფარავს, რაღაცა თუ ყოველი გუამი მისი მოიწყლას ვიდრე მდის ცხოველი ყოს, თავსა იფარავს, ეგრეთვე შენ ჟამსა განსაცდელთასა სარწმუნოებაი შენი შეიკრძალე, ნუ ხრიდებ ნუცა საფასეთა, ნუცა ხორცთა, ნუცა სულსა შენსა მიცემად სიკვდილად, რამე თუ თავი და საფუძველი ცხოვრებისა შენისაი სარწმუნოებაი არს, უკვე თუ იგი დაიცვა, ყოველივე თუ წარსწმიდო ნუ ხზრუნავ, კვალად მოგეცეს შენ უმეტესად. და კვალად ოდეს იგი ენებოს გველსა ძველისა მის ტყავისა აღძარცუაი, მეცნიერებით აღიძარცვის, რამე თუ შევალს ხურელსა იწროსა და შეიძრებითა ფრიადითა ტყავსა მას დაძველებულსა განაგდებს. ჯერ არს უკვე ჩვენ დაცა შესლვითა იწროისა მის ფჩისაითა და საჭიროისა მის გზისასლვითა აღძრცუად ძველისა მის კაცისა და შემოსად ახლისა მისა, რომელი მსგავსებითა უფლისაითა განახლდების ჩვენ შორის. ამის ესე ვითარისა ჯერისათვის მეცნიერებასა მას გუელისასა ბაძვად განაწესა და მერმე უმანკოება იტრედისაი დაურთო, რაითა ორისა ამის სახისა შეზავებითა აღესრულოს წესისათნოებისაი. თქვა მეცნიერებაი გუელისაი, რაითა ფრთხილ ვიყვნეთ ეშმაკთა მიმართსა და კაცთა მიმართ ბოროტისა განზრახთა და არა განვსცემდეთ აზნაურებასა სულისა ჩვენისასა, არცა მივერჩდეთ ვნებასა სულისასა და მერმე დაურთო უმანკოება იტრედისაი. რაითა არა ბოროტსა უყოფდეთ ბოროტის მყოფელთა ჩვენთა, არცა მივაგებდეთ ნაცვალსა მტერთა ჩვენთა, რამე თუ ამათ ორთა სახეთაგან უკვე თუ ერთიცა აკლდეს კაცსა, არა აქვს მას წესისათნოებისაი. ეჰა ბრძანებაი სრულებისაი, არა კმა არს მოთმინებაი განსაცდელთაი, არამედ არცა თუ განრისხებად შეგინდობ, რამე თუ ესრეთ არს სახე ტრედისაი. თქვა სადმე ვინ ვითარმეთ, ვის ძალუც ესე, ანუ ვითარეგების უკვე თუმცა ლერწამი დაურთო ცეცხლსა და ეტყო და არა დაწუად.
არამედ ცუდ არიან სიტყვანი ესე და ამაო, რამე თუ აღესრულნეს მცნებანი იგი დაუკლებელად და მეცნიერ იქმნეს სანატრელნი იგი ვითარცა გველი და უმანკო ვითარცა ტრედი და არა თუ სხვისა რაისმე ბუნებისანი იყვნენ იგინი არამედ ჩვენისავე ამის ბუნებისანი. რაც უკვე ნუვინ გონებს, თუ შეუძლებელ არიან მცნებანი ქრისტესნი, რამე თუ უმჯობეს ყოველთასა მან მხოლო მან იცნის ბუნებანი საქმეთანი და არა რაი შეუძლებელი გვიბრძანა, უწყის ვითარმეთ სიფიცხესა სიმშვიდე უფრო ისად მძლე ექმნების, ვიდრე სიფიცხევე. და უკვე თუ სახესა ეძიებ ამის საქმისასა, აღმოიკითხე წიგნი იგი საქმე მოციქულთაი და იხილო, რავდენ გზის აღბორგდა ერი იგი ჰურიათაი მოციქულთა ბრძოლა და კბილთა ირჩენდეს, ხოლო იგინი, ვითარცა ტრედნი უმანკონი, სიმშვიდით დგეს და სიტყვითა დაწყნარებულითა სიბორგილე მათი. განაქარვიან. ოდესმე ეტყოდეს რა იგინი, ნუ ითხვით, ნუცა ასწავებთ სახელითა იესუსითა მიუგეს მათ, უკვე თუ სამართალ არს თქვენის მენაი უფროის ვიდრე ღმრთისაი, საჯეთ, საქმე 4:19-ია ჰაუმანკოებაი ტრედისაი. იხილე კვალად მეცნიერებაი გუელისაი, ჩვენ ვერ ხელგვეციფებისო, რომელი იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდეთ. საქმე 4:20 ხედავა ვითარ ყოვლით კერძო შეკრძალულებაი ჯერ არს, რაითა არცა განსაცდელთაგან ზრწოდის კაცი, არცა გულის წყრომისაგან განფიცხნებოდის. ამისთვისცა ეტყვის უფალი მოწაფეთათვისთა. წახარებაი, ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამე თუ მიგცემდენ თქვენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქვენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ ჩემთვის საწამებელად მათთა და წარმართთა 10, 17, 18. თარგმანი, ყოველგან თავსდებაი ბოროტთაი მათ უბრძანა და ხელმწიფებაი ტანჯვისაი სხვათა მისცა, რაითასცნა, ვითარმეთ თავსდებასა შინა განსაცდელთა და სატანჯველთასა მიეცა მათ ძლევაი ბრწყინვალე და დიდებული. ეჰა ძალი იგი მეუფისაი, რომელ უძლურებითა ძლიერნი დაამხუნა. ეჰა სიკეთე გონებათა მათთაი, ვითარ არა განჰქრთეს, არა თქვეს ურთიერთას, ვითარმეთ, რაი არს საქმე ესე. ჩვენზე და აღდგებიან მეფენი და მთავარნი, ჩვენთვის განემზადებიან დილეგნი, ჩვენზე და აღიძრვიან ერნი ჰურიათთა და წარმართთანი, ყოველი სოფელი მბრძოლად ჩვენ და გამოვალს, ჩვენ ძლით შვილთა მკვლელ და ძმათა მკვლელ და მამათა მბრძოლ იქმნებიან კაცნი. რამე თუ თქვა, მისცნეს ძმამან ძმაი სიკვდილ და მამამან შვილი და აღდგენ შვილი მამა დედათა მათთაზე და მოჰკლვიდენ მათ. მათი 10:21 ვითარ უკვე სხვათა რწმენეს ჩვენი, ოდეს ჩვენ მიერ ესე ვითარნი ბუნებისა ბრძოლანი იქმნენ. არა ყოველნი მბრძოლ და მდევარ ჩვენ და იქმნენა და ყოვლისა სოფლისაგან განგვიოდნენ. დაღაცა თუმცა არა 12 ვიყვენით, არამედ ბევრეულნი, დაღაცა თუმცა არა უსწავლელნი ვიყვენით, არამედ ფილოსოფოსნი, ვითარმცა უძლეთ ესოდენთა ამათ განსაცდელთა. და ბრძოლათა თავსდებად? ხოლო 12 ვართ და ყოველთა მიერ დაწუნებულნი სიგლახაკისა ჩვენისათვის და უსწავლელობისა, რაიმე იყოს სასოებაი ჩვენი. ვითარ შთავცვივენით სიძნელესა ამას. არა რაი ესე ვითარი თქვეს, არცა მოიგონეს, არამედ ყოველსავე მორჩილებით და უმანკოებით შეიწყნარებდეს, რამე თუ დიდი ხო მათიცა სიკეთე და ერთგულებაი და უფრო ისად სახიერისა მის მოძღვრისა მადლი და დიდებაი და ფრიადი იგი სიბრძნე, ვითარ თითოეულსა ძნელოვნებასა თანა ნუგეშინის ცემაი შეაუღლა. ოდეს იგი ხრქვა ვითარმეთ, ნუ რაი გაქუნ გზასა და ვიდოდეთ უპოვრებით, მეხსეულად დაურთო ვითარმეთ, ღირს არს მუშაკი სასკედლისათვისისა, მათი 10, კვალად, ოდეს თქვა, თუ არა შეგიწყნარნენ თქვენ, შესწინა, ვითარმეთ. უმოლხინეს იყოს ქვეყანაი სოდომისაი და გომორისაი დღეს ამას სასჯელისასა ვიდრე ქალაქი იგი, მათი 10, 14, 15 და კვალად, რაც თქვა რაი ვითარმეთ,
წინაშე მეფეთა და მთავართა მიგიყვანენ თქვენ შესწინა, ჩემთვისო, საწამებელად მათა და წარმართთა. ხოლო ესე არა მცირე ნუგეშინისცემა იარს, რა ჟამსვნება იგი ქრისტესთვის იყოს და მათ და სამხილებელად, რა ჟამს იცოდინ ვითარმეთ ღმერთი მარადის ჩვენთან არს, რომელმან ყოველივე წინაისწარ და ამასთანა სხვა იცა ნუგეშინისცემა იფრიადი წინა უყო მოძღვარმან, მან და მეუფემან სახიერმან და ხრქოა. წახარებაი და რა ჟამს მიგცნენ თქვენ ნუხზრუნავთ ვითარანუ რასა იტყოდით, რამე თუ მოგეცეს თქვენ მას ჟამსაშინა, რასა იგი იტყოდით. რამე თუ არა თქვენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქვენისაი, რომელი იტყოდის თქვენ შორის 10, 19, 20. თარგმანი რაითა არა შეურვებულიყვნენ სიტყვისგებისათვისცა მეფეთა მიმართ და მთავართა და დარწმუნებისათვისცა ერისა მის ბოროტთა შინაგან ფრთილისა, ამისთვის აღუთქვა მათ მიცემათ სიტყვისა ესე ვითარისა, რომელსა ვერ ვინ უძლოს წინააღდგომად. და სხვა საადგილსა თქვა ვითარმეთ, მე მოგცე პირი და სიბრძნე, ლუკა 21:15, ხოლო აქა იტყვის ვითარმეთ, სული მამისა თქვენისა იტყოდის თქვენ შორის, რაითა ცნან ვითარმეთ პატივსა მას და საზომსა წინაისწარმეტყუელთა საახსრულ არიან. და რამე თუ ერთ არს მის მიერი მიცემაი სიბრძნისაი და სულისა მიერ წმიდისა, რამე თუ ყოველივე განუყოფელ არს მამისა და ძისა და სულისა წმიდისაი, მადლი და დიდებაი, პატივი და ძალი და მეუფებაი. ხოლო ვინაიდან აუწყა ძალი იგი მოცემადი მათ და მერმე განსაცდელთა მათცა მოწევნათ და მიუთხრობს და ეტყვის. წახარებაი, მისცეს ძმამან ძმაი სიკვდილ და მამამან შვილი და აღდგენ შვილი მამა დედათა მათთა ზედა და მოჰკვიდენ მათ. და იყვნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს 10, 21, 22. თარგმანი რაღაცა თუ ძნელი იყვნენ სიტყვანი ესე და შემძლებელ კლდისაცა შერყევად, არამედ აქაცა ნუგეშინისცემა ითანაშია ერთა, სახელისა ჩემისათვის შეგემთხვიოსო ესე ყოველი და სხვა იცა დაურთო სიტყვაი ნუგეშინისცემისაი, რომელმან დაითმინოსო სრულიად, იგი ცხონდეს. ესოდენ აღორძინდესო ძალი ქადაგებისა თქვენისაი, ვიდრე ღამრავალთა ბუნება იცა უარყვან და თვისებაი შეურაცხყვან და უფრო ის ყოვლისა სიტყვასა თქვენსა პატივსცე. აც უკვე ვინაიდან მძლავრება იგი ბუნებისაი ვერ შემძლებელ არს თქვენ და წინააღდგომად, სხვა იმცა ვინ უძლო წინააღდგომად. გარნა არა ადვილად და უშრომელად წარემართოს ქადაგება იგი თქვენი, არამედ ჭირითა მრავლითა და შრომითა, და იყვნეთ მოძულებულ ყოველთაგან უკეთურთა და უშჯულოთა და არარერსთა ცხოვრებისათა, რომელთათვის ზემოვთქვ, ვითარმედ უძვირეს იყოს სასჯელი მათი სოდომელთასა. ხოლო ნეტარ იყოს რომელმან ესე ყოველი სახელისა ჩემისათვის სრულიად მოითმინოს, ესე იგი არს რომელი აღსასრულოდ მდა ეგოს კეთილსა მას შინა აღსაარებასა, რამე თუ იგი ცხონდეს და სასუფეველი ცათაი დაიმკვიდროს. სადა არიანაც წარჩინებულნი იგი წარმართა ფილოსოფოსნი, დიდარნი იგი და მძლავრნი, რომელნი ჰგონებდეს, თუ უკუნისამდე ეგოს სახსენებელი მათი. აჰა ესე რა ვითარცა სიზმარი დავიწყებულ არიან და ვითარცა არა ყოფილნი შეირაცხნას, რომელთა ესოდენი აქონდა დიდებაი და ქებაი ერთა მიერ, და სიმდიდრითა ფრიადითა სავსე იყვნეს, და სწავლულებაი სიბრძნისა მის წარწმედადისაი აურაცხელი აქონდა. სადა არსად სახსენებელი მათი. წარხდა და უჩინო იქმნა. ეგრეთვე მეფენი, ძლიერნი და მპყრობელნი ერთა და ქვეყანათა მრავალთანი, დავიწყებულ არიან ჯოჯოხეთსა შინა. ხოლო 12-თა მათ ყოველნივე სიმრავლენი ეშმაკთანი და ყოვლისა სოფლისა მეფენი და მძლავრნი მბრძოლად აღუდგეს, გლახაკთა მათ და უსწავლელთა, ხოლო იგინი ყოველთავე ერეოდეს და ყოველთა მძლე ექმნეს.
და საკვირველი ესე არს, რომელ არა თუ მოსწყვიდნეს, რომელთაც აერეოდეს, არამედ მოაქცინეს ღმრთისა, პოვნეს ეშმაკთა სწორად და ყვნეს ანგელოზთა თანამოდასეთ, ბუნება იკაცთა იბოროტისა მის ეშმაკთა მძლავრებისაგან განათავისუფლეს. ხოლო ყოველთა ბოროტთა მომპოვნებელნი იგი ეშმაკნი სრულიად განდევნეს კაცთაგან, არა სოფლისაგან ხოლო დაშენებულისა, არამედ უდაბნოთაგანცა განიოდნეს და წამებენ კრებულნი მონაზონთანი, რომელნის სწავლითა მათითა დაენერგნეს უდაბნოთა შინა და საყოფელ ანგელოზთა ყვნეს იგინი. ესრეთ ყოველთავემ ბრძოლთა და წინააღმდგომთა მძლე ექმნეს და ყოველთა სიბრძნის მეტყველთა პირი დაუყვეს, ხოლო მათნი ენანი ვერვინ დააყენა, არამედ ვითარცა იგი ბრწყინვალებასა მზისასა ვერ ვისცა ლუდს დაყენებად. ეგრეთვე ვერცა ღმრთის მეტყველთა მათ პირთა მათთაი ვერ ვისხელ ეციფა დადუმებად. ესე ამისთვის, რამე თუ არა იგინი იყვნენ მეტყველნი, არამედ ძალი იგი სულისაც მიდისაი. ხოლო მათცა რა იგი საძიებელიყო აჩვენეს, გონება იკეთილი სიყვარული ქრისტესი, მორჩილებაი შეურგულებელი, მოთმინებაი განსაცდელთაი, ამისთვისაც სამართლად მიიღეს ძალი მაღლით გამო. დაიხილე ვითარ პირველითგან რომელიმე უფლისა მიერ იყო და რომელიმე მოწაფეთა მიერ, ქნაისასწაულთაი უფლისა მიერ იყო, ხოლო არარაისა მოგებაი მათისა მის სათნოებისა იყო. ყვალად განღებაი კართაი და შეწყნარებაი მათი ზეგარდამოისა მადლისა იყო, ხოლო არარაისა უმეტეს თანაწარვალისა მის სახმრისა ძებნაი მათისა მის სიბრძნისა იყო, მიცემაი მშვიდობისაი ზეგარდამოისა მის მადლისა იყო, ხოლო ძიებაი ღირსთაი და არა ყოველთა მიმართ შესვლაი მათისა მოთმინებისა იყო, ტანჯვაი არა შემწყნარებელთა მათთაი უფლისა მიერ იყო. ხოლო განურისხველად წარსვლაი მათისა მის სიმშვიდისაგან აღესრულებოდა, მიცემაი სულისაც მიდისაი უფლისა მიერ იყო, ხოლო მიმსგავსებაი ცხვართა და ტრედთა და ყოვლისავე სიმშვიდით თავსდებაი მათისა ახოვნებისაგან იქმნებოდა. მოგცევაი ერთაი მადლისაგან იყო საღმრთოისა, ხოლო მოთმინებაი სრულიად მათ აჩვენეს. ამისთვისცა თქვა უფალმან, რომელმან დაითმინა სრულიად, იგი ცხონდეს. რამე თუ მრავალნი დაწყებასა მხურვალი არიან კეთილთა საქმეთა შინა და მერმე დაიხსნებიან, ამისთვის იტყვის უფალი, აღსასრულსა ვეძიებო, რამე თუ რა ისარგებელ არს თესლი, რომელი მყის აღმოეცენის და ახვავნის და მერმე დაჭნის და განხმის და არასრულყვის ნაყოფითვისი. ამისთვის ვიდრე აღსასრულად მდე ეძიებს მოთმინებასა უფალი. რაითა არავინ თქვას, თუ ყოველივე უფალმან მიანიჭა და რაი არს მათი მადლი. ამისთვის ეტყვის ვითარმეთ, მრავალნი შემთხვევად არიან თქვენ და შრომანი და განსაცდელნი, და ჯერ არს თქვენ და ყოვლისავე მოთმინებაი. რაღაცა თუ ერთისა განსაცდელისაგან გიხსნე კეთილად, სხვისათვის დამარხულ ხართ. და ვიდრე მდის სოფელსა ამას შინა იყვნეთ, ჭირნი და განსაცდელნი არა დაგაკლდნენ. ამისთვის გეტყვი, რომელმან მოითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. და კეთილად ხრქვა, ნუ ხსრუნავთ, ვითარანუ რასა იტყოდით, რამე თუ ნამდვილო ფრიად საზრუნველიყო, წარადგინიან რაი წინაშე მეფეთა და მძლავრთა, ერთა ზედა და მხედრობათა, მახვილთა წინაშე წუდილთა და მტარვალთა განმზადებულთა. და არცა თუ სიტყვისა თქუმად შეუნდობდიან, არამედ ვითარცა მაშფოთებელთა სოფლისათა, ძვირძვირითა სიკვდილითა ენების მოწყვეტა იმათი. ამისთვისცა იგინითვისა მოთმინებასა და ახოვნებასა აჩვენებდიან, გარნაზე გარდამოიცა მადლი და შეწევნა იფრიადი უხმდა და სიტყვა ისულისა მიერ წმიდისა მოცემული დაყოფად პირსა ცილის მწამებელთა მათთასა და დარწმუნებად ერისა ჭეშმარიტისა მის ქადაგებისა მათისა, ვითარცა იგი იხილვების თითოეულისა მიერ, პეტრეს და პავლეს და იოანეს და სხვათა ყოველთავე, რომელთა ზედა შემოიღებდიან შესმენათა მრავალთა. ხოლო მათ სიტყვითა მით სიბრძნისა და მეცნიერებისა მათისაითა, რომელი აქ უნდა სულისა მიერ წმიდისა, ყოველივე განაქარვიან და დაარწმუნიან ერთა ჭეშმარიტებისა იგი სახარებაი.
და ესე ყოველი მრავლითა მით მოთმინებითა მათითა წარჰმართეს მადლითა ქრისტესითა, ვითარცა იტყვის პავლე, დღითი დღე მოვწყდებით, შეადარე პირველი კორინთელთა მიმართ 15:31 და ესრეთ აღსასრულად უნდა თავს იდებდეს ყოველთა მათ აურაცხელთა და მიუთხრობელთა ჭირთა და განსაცდელთა. სწავლა ილგ მოთმინებისათვის განსაცდელთაისა და სახე იობისგან. რაც უკვე რაიმე ვთქვათ ჩვენ, რომელთა ესოდენი სახენი მოთმინებისანი გუქონან და ჩვენ ჟამსაც ამ მშვიდობისასა დავიხსნებით, თვინიერ მბრძოლთასა მოვწყდებით, თვინიერ მდევართასა ვივლტით, ყუდროებით და უშრომელად ცხოვრება იგვიპოვნიეს და ეგრეთსა ვიღელვებით. მაშინ ყოველივე სოფელი ვითარცა ერთი სახუმილი ეტყინებოდა და მოციქულნი შერბიოდეს და ალისა მისგან გამოიტაცებდეს კაცთა. ხოლო შენ, კაცო, ვერცა თუ თავსა შენსა დაიცავა. არ არსად დევნულებაი, არცა ტანჯვაი, არამედ ყოველივე მყუდროება იხილვების, მეფენი მორწმუნენი და პატივი ქრისტიანეთა იფრიადი და სწავლანი სულიერნი და ამას ყოველსა ზედაფრიადი არსუდებებაი და დახსნილობაი. ანუ არა ჩვენისა ამის ბუნებისანი იყვნენ წმიდანი იგი? რაი არს უკვე ესოდენი ესე შეცვალება იწესთაი? რაი არს ესე ვითარი ესე დახსნილობისა ჩვენზე და მოფენილი არმორი? აც უკვე თუმცა იქმნა რომელი გინუმცა სადა ქმნილარს, დევნულებაი ეკლესიათაი, არამცა საცინელ ყოველთასა ვიქმნენითა? რამე თუ უკვე თუ მშვიდობისა ჟამსა ვერ აღდგებოდის კაცი, ვითარ შევიდეს იგი მწყობსა დღესა ბრძოლისასა? რომელი ყოვლად ვერ კინობასა არა ცდილ იყოს, ვითარ შევიდეს სარბიელ სარკინობად? არა ჯერ იყო ჩვენ და დღითი დღე ბრძოლაი და სრბაი ასპარესსა მას სულიერსა, რაითა გამოცდილ და ხელოვანცა ვიყვენით, ვითარცა იქმნა სოფლიონი მორკინალნი და მალე მსრბოლნი, სახიობელნი და მხედარნი. ყოველნივე ხელოვნებასა შინათვისა და უცხრომელად იწურთებიან, რაითა ჟამსა ჯეროანსა გამოცდილი პოვნენ. რაც უკვე შენცა მორწმუნეო, ვბაძევდი მათ და ბრძოლათა შინა ეშმაკისათა დღითი დღე მხნდებოდე, მარადის მბრძოლი გეწყობის, ოდესმე გულის წყრომისა მიერ, ოდესმე გულის თქუმათა მიერ ბოროტთა და თითო სახეთაგან ვნებათა. შენცა მარადის წინა განეწყობოდე მას და წინა აღუდგებოდე ყოველთავე ვნებათა. თავს იდებდ განსაცდელთა გონებისათა, რაითა უკვე თუ ხორციელნიცა მოგიხდენ, მოითმინე. რამე თუ ნეტარი იობცა უკვე თუმცა არა ცურთილიყო მოთმინებასა, ვერ მცა ესრეთ ახოვნად და კეთილად თავს ესხნეს დიდნი იგი განსაცდელნი. მონაგებისა ყოვლისავე მოუხრებაი და შვილთა მოწყვედაი და ხორცთა თვისთა წყრულებაი, მეუღლისა წყალობაი, მეგობართა ყვედრებანი, მონათა შეურაცხებანი. ხოლო რაი იყო ცურთაი მოთმინებისა მისისაი? სიმდიდრე იგი და მონაგებნი შეერაცხნას არ არად, ვითარცა თავადი წამებს სიტყვითა თვისითა, ამისთვისცა არცა წარწმე და იმათი შეჰრაცხა ყოვლადვე. შვილთა თვისთა ყოველთა ღმრთის მოშიშებითა ზრდიდა, რომელი იგი უცნაურთაცა ბრალთა მათთათვის მსხვერპლსა შესწირვიდა, ოდესმცა შეუნდო მეცნიერებით ცოდვად. ისმინე სიწმიდისათვისცა ცურთილება იმისი, საზღვარი დაუდევო თვალთა ჩემთა არა მიხედვად დედაკაცსა უცხოსა. იობ 31:1 ამისთვისცა არცა ცოლსათვისსა მიერჩთა სიტყვად უჯეროებისა. ამისთვისცა განკვირვებულ ვარ, ვითარ იცოდა რა ეშმაკმან ესე ვითარი იგი კეთილსა შინა ცურთილობა იმისი, იკადრა ბრძოლად მისა. გარნაუკეთური არს ბოროტი იგი, არაოდეს წარიკვეთს სასოებასა ბრძოლისასა, რომელესე უმეტესი და სასჯელი არს ჩვენი, რამე თუ იგი არაოდეს წარიკვეთს სასოებასა წარწმედისა ჩვენისასა და ჩვენ წარვიკვეთს სასოებასა ცხოვრებისა ჩვენისასა. ხოლო წყურლებასა მას გვამისასა და მოწევნასა სენთასა იხილე, ვითარი წურთი და ნეტარი იგი, ვინაიდან მისდა ესე ვითარი არ არა ისა და შემთხვეულიყო,
არამედ მარადის დიდებასა და შვებასა შინა აღზრდილიყო. სხვათა ხედვი და უძლურთა და განრღვეულთა და თავსათვის სამზახყოფდა ესე ვითარისათვის. და ამას მოასწავებს სიტყვით ამით, რომელსა იტყვის, შიში, რომელიმე შინოდა მოიწია ჩემზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხვია მე. იობ 3:25 და კვალად იტყვის, მე ყოველსა ზედა უძლურსა ვტიროდე და სულ თვითქვენ, ვიხილი რა იკაცი ჭირსა შინა. იობ 30:25 ამისთვისცა ვერ არამან შეაშფოთა დიდთა მათ განსაცდელთაგანმა. რამე თუ ნუ წარწმედასა მას საფასეთასა იტყვი და სიკვდილსა შვილთასა და წყურლებასა ხორცთასა და ბოროტის სწრახვასა მეუღლისასა, არამედ სხვანი იგი განსაცდელნი იხილენ, ფრიად უძვირესნი. სთქვა სადმე ვითარმეთ, სხვაი არა წერილ არს განსაცდელი იობისთვის, ამისთვის რამე თუ უგულისხმოდ ვიკითხავთ. ხოლო უკვე თუ გულისხმავყოთ, სხვანი იყვნენ განსაცდელნი, უმეტესად შემძლებელნი შეწუხებად მისა. პირველად რამე თუ არა იცოდა სასუფეველისათვის ცათაისა და მერმისა მისთვის აღდგომისა განცხადებულად, ვითარ ესეაც საცნაურ არს. ამისთვის იტყოდა, არა უკუნისამდე ვცხონდე, რაითა სულ გრძელ ვიქნე. იობ 7:16 მეორედ რამე თუ მრავალი სათნოება იცოდა თავისათვის ისაი და ხედვიდა წინააღმდგომსა, მესამედ რომელ ვერ ვპოებდა ბრალსათვისა, მეოთხედ რამე თუ ჰგონებდა, თუ რისხვისაგან ღმრთისა მოიწია იგი ყოველი, მეხუთედ რამე თუ ესმოდა მეგობართა იმათ, ვითარ შეასმენდეს მას, ვითარცა ბოროტის მოქმედსა, მეექვსედ რამე თუ ხედვიდა ვითარმედ კაცნი ბოროტის მოქმედნი იშვებდეს და ეკიცხებდეს მას, მეშვიდედ რამე თუ არა აქ უნდა პირველ მისა ყოფილი ესე ვითარი. სახე, რაითამცა ხედვიდა მას. ესე ყოველი შემძლებელიყო შერყევად კლდისაცა მყარისა, არამედ მისი გონება ივერ შეარყია. იხილეთ ღაც, რაოდენი სწავლა იგვისწავიეს, სასუფეველსა მოველით და აღდგომასა მერმესა და სახენი სათნოებისანი ბევრეულნი გუქონან, და უკვე თუ მცირე რაიმე განსაცდელი შეგვემთხვიოს, წარვიცირავთ ცხოვრებასა ჩვენსა, ხოლო იგი ყოველსა ახონად თავს იდებდა. არცა თუ დედაკაცისა მის სიტყვათა შეუძლეს შერყევად გონებისა მისისა, რომელი იგი ფრიად ძნელი ყვნას და შესაწუხებელ, არამედ ყოველსავე ახვანი იგი თანაწარხდა. არცა წყურლებამან მიდრიკა, არცა გულის თქუმამან, რამე თუ კლდე იყო შეურყეველი. მომეცით მე კადნიერებაი თქუმად, ვითარმედ მოციქულთაცა არა უდარეს იყო ნეტარი იგი. რამე თუ მოციქულთა დიდი ნუგეშინისცემაი აქ უნდა რომელიც ოდეს ვითარმედ ქრისტესთვის შეემთხვევის, რაიცა შეემთხვეოდა, ხოლო მას ესე ნუგეშინისცემაი არა აქ უნდა, არცა სწავლათა მიერ ქრისტესთა განმტკიცებულიყო, და კვალად არამედ ევზურთა და გლახაკთაგან იყო, არამედ სიმდიდრესა შინა აღზრდილი, და მეხსეულად ესე ვითარსა შთავარდა სიგლახაკესა. და რომელი იგი მოციქულთათვის ყოვლისა უძნელეს იყო, იგი ამასცა სჭირდა, მოძულებული მეგობართაგან და თვისთა და ყოვლისა კაცისა. ხოლო გოდოლი იგი მოთმინებისაი, რომელი აქ უნდა მოციქულთას სიტყვაი უფლისაი, ვითარმედ, სახელისა ჩემისათვის არსო ესე ყოველი თქვენზე და მას ესე არა აქ უნდა. საკვირველ არიან სამნი იგი ღრმანი, რამე თუ შეჰკადრეს ალსამას ცეცხლისასა და მძლავრსა მას წინა აუდგეს. არამედ ისმინე, რასა ეტყვიან, ღმერთთა შენთა არა ვმსახურებთო და ხატსა მას ოქროისასა არა თაყვანის ვცემთ. დანიელი 3:18 ხოლო ესე დიდი ნუგეშინისცემა იყო, რომელიც ოდეს, ვითარმედ ღმრთისათვის შეემთხვევის, რაიცა შეემთხვიოს. გარნა იობ არა იცოდა, თუ საქმე იგი გამოცდა იყო და ბრძოლაი. უკვე თუმცა იცოდა, ყოვლადვე არამცა შეჰრაცხა განსაცდელი იგი. ამისთვისცა ოდეს იგი ხრქვა უფალმან, ანუ ჰგონებ ვითარმცა სხვა რაიმე გამოგეცხადე შენ. არამედ რაითა გამოსჩნდე მართლად, იობ 40:3 იხილე, ვითარ ერთისა მისთვის სიტყვისა ესრეთ განისვენა სულმან მისმან,
შეურაცხყო თავითვისი და ყოველივე იგი რა ის შემთხვეულიყო, არა რაც შეჰრაცხა. ამისთვის იტყო და ამბვით მესმინა შენთვის ყურთა ჩემთა პირველ, ხოლოაც თვალმან ჩემან გიხილა შენ. ამისთვის განვიქარვე თავი ჩემი და დავდენ და შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად. იობ 42:5-6. ამას უკვე ესევითარსა სიმხნესა, ამას ესევითარსა გონიერებასა ჩვენცა ვბაძვიდეთ მორწმუნენო, რომელნი ესეშ ჯულსა ძველსა და ახალსა სწავლულ ვართ, ვაბძვიდეთ პირველ ახლისა და ძველისაცა შჩულისა ყოფილსა, რაითა საუკუნეთაცა სავანეთა ზიარმისა ვიქმნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარეებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისათანა მამასა სულით წმიდით ურჩვენის დიდებაი, პატივი და სიმტკიცე აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.